მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბელორუსში, ქალაქ მინსკში, ბელორუსის დედაქალაქში. დღეს დილით ჩამოვედი და პროსტორედ გუშინ, იმიტომ რომ ეს გადაცემა გავა დღეს 9 მაისს, ჩვენ 8-ში ჩამოვედით მინსკში. და ბელორუსის საელჩოს მოწვევით დავესწრებით დღეს 9 მაისს აღლუმს, რომელსაც ჩაიბარებს ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო. ის მოსკოვში იქნება დღის პირველ ნახევარში, იქ დაესწრება ღონისძიებას, რომლებიც გათვალისწინებელია 80 წლის იუბილეზე, ხოლო საღამოს უკვე აღლუმს ის ჩაიბარებს მინსკში. ჩვენ რა თქმა უნდა დღეს რახან მინსკში ვიმყოფებით, მინდოდა რომ შუა დედაქალაქში ცენტრში შემოგთავაზოთ რაღაც გარკვეული ინფორმაციული ხასიათის გადაცემა და ჩვენ სტუმარით საინტერესო გვეყოლება. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, მეგობრებო, ეს არის შუაგული ცენტრი, მინდა განახოთ, ეს არის პარლამენტის შენობა, ბელორუსის პარლამენტის შენობა, აქვე არის მთავრობის შენობა გვერდზე, აქ დგას ლენინის ძეგლი. მინდა რომ იცოდეთ, რომ სადღესასწაულო განწყობილებები იგრძნობა, თვითონ აგერ ტრაფარეტიც არის, ეს არის პედაგოგიური უნივერსიტეტის შენობა, 80 лет победы. ეს არის ბელორუსის ყველგან ეს გამოკრული არის ეს გარკვეული სიმბოლიკები და უნდა გითხრათ, რომ ყველგან არის განწყობა, რომ ამას დღესასწაულობს მთელი რესპუბლიკა. რომ მოვდიოდი აეროპორტიდან, სულ ყველგან დროშები არის. სულ ყველგან ისმის 9 მაისის და გამარჯვების აღნიშნული მუსიკა. და რო გითხარით, შუაგულ ცენტრში, დედაქალაქში ვარ მეთქი, ახლა აქ არის მერია, თვითონ შენობა მერიის. აქ არის ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური უნივერსიტეტი, ეს არის მეტროპოლიტენის სამმართველო. და მოკლედ ეს არის მთავარი კვარტალი. რეალურად ეს ცენტრში ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ ეხა პარლამენტი და მთავრობის შენობა ხშირად არის კადრებში, როდესაც იხილება ხოლმე და ინფორმაციები მოდის ბელორუსიდან. ისე იგი აღთოვანებული ვარ, მეგობრებო, იმითი რაც ვნახეთ, ეხლა სულ რაღაც ერთი დღეა ჩამოვედი. ისეთი სისუფთავე არის, ისეთი წესრიგი, სულიერად დაისვენებ ადამიანი, როცა აქ იმყოფები. აქ ეხლა ჩვენ რატო გვაქვს ესეთი აღტაცება, ესეთი ქალაქების, ესეთი ქვეყნების მიმართ, იმიტომ რომ ვერ იგრძნობ აქ რომ დაძაბულობა. ყველა მშვიდად ცხოვრობს, თავის საქმეს აკეთებს და რაც უფრო ყველაზე უფრო გამაუცა. ესეთი სისუფთავე ევროპის არცერთ ქალაქში არ არის. ახლა მე მინდა გაჩვენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აჩვენეთ. ესე იგი ეს არის მაზის წარმოების მანქანები. სხვათა შორის თბილისშიც დადის მენის ავტობუსები. და ნახეთ, რამით თუ განსხვავდება ეს ავტობუსები მენის ავტობუსებისაგან. მე მინდა მივმართო ჩვენ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ უფრო იაფიჭდება და შევიძინოთ ესა. და მე კიდე ესე იგი ასეთი სისუფთავე ხშირად ყოფილა ჩემი მეგობრები, ჩასულები, მე ეს ყოფილი ვარ. ჩადით რომში, ჩადით ლონდონში და ნახეთ, ესე იგი, ეხლა როგორი არის იქ გარემო და როგორი არის აქ. ანუ ეს ერთი სიგარეტის ნამწვავს ვერ ნახავთ აქ. სიგარეტის ნამწვავს ვერ ნახავთ და აქ კიდე ენით არის რამის ალოკილი ყველაფერი რა. არ ვიცი, მინდა რომ თან ვაჩვენოთ ეს შესანიშნაობები და ერთი რამე, ეგ სასტუმრო მინსკი არის, მეგობრებო, ასევე ისტორიული სასტუმროა და სხვათა შორის ამ შენობაზე, როდესაც არის საუბარი, ეს პარლამენტის შენობა, მთავრობის შენობა, ეს არის ისტორიული შენობები. როდესაც ნაცისტური გერმანია 44 წლამდე იყო აქ, სწორედ აქ იყო ნაცისტები განლაგებული და როდესაც საბჭოთა ჯარი შემოვიდა, აქ გადმოყარეს სიმბოლიკები ნაცისტური და კადრებში, კინოარქივებში და ისტორიულ არქივებში არის თუ აქედან როგორ ათავისუფლებენ, როგორ ყრიან ფაშისტურ სიმბოლიკებს. ისტორიული შენობა და შემდგომში ამ ყველაფრის რეაბილიტაცია მოხდა. პირდაპირ გაოცებული ვარ, უნდა გითხრათ, ამ ყველაფრით რაც აქ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო ქვეყანა.
მე რა თქმა უნდა ახლა ერთ-ორ დღეში ყველაფერს ვერ ვნახავ და ვერც ვნახავ დროც არ არის მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვარ ბელორუსის საელჩოს მიწვევით და კონკრეტული მისია მაქვს დავესწრო აღლუმს მივიღო მონაწილეობა ამ სადღესასწაულო ღონისძიებებში და მინდა გითხრათ რომ მინდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასაც მივმართო რო ეძახიან ეს ნაძირალა დასავლეთის აგენტურა 1000 გვარი ეპიტეტებით ამყოფენ ამ ქვეყნის პრეზიდენტს ლუკაშენკოს პრეზიდენტი ინატროს ნებისმიერმა ქვეყანა წესრიგია ქვეყანაში დამყარებული სისუფთავე არ ვიცი მე და შვიდი ცხოვრებაა ყველგან ადამიანები მიდიან მუშაობენ მოდიან სახლში არანაირი დაძაბულობა არც მიტინგი არც არაფერი და 10, 15, 20,000-იანი საწარმოები მუშაობს. ჩვენ შემდგომშიც ალბათ ჩამოვალთ აქ და კიდევ უფრო მეტად ვილაპარაკებთ აქაურ პირობებზე და აქაურ გარემოზე. ეხლა უბრალოდ რაც შეგვეძლო უცბად გვინდოდა რომ გეგვეჩვენებინა და გვეუწყა თქვენთვის რაღაც მცირე ჩემი შტაბ-ეშტილებები, მაგრამ ვინც კი აქ ჩამოდის, ყველა აღტაცებული მოდის. ხათაშური ლიბერალები იყვნენ ჩამოსული, ეს დასავლეთის კოლონის წარმომადგენლები 1-2 კაცი. ესე იგი ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ აიო, კარგი ქალაქიაო, მინსკიო, ქვეყანაც კარგიაო, სისუფთავეა, წესრიგი არისო, ყველაფერი არისო, მაგრამ სიტყვის თავისუფლება არ არისო, შედალოცვილო თქვენ რომ ბოდიშ და რა გინდათ, რა უნდა თქვათ, ეხლა ბინებს აძლევენ მრავალშვილიან დედებს და პენსიონერებს ეხმარებიან, უფასო სწავლა, უფასო ჯანდაცვა, სამსახური ყველას აქვს. რა უნდა თქვას ამ ადამიანმა, ვინც აქ ბელორუსიაში ცხოვრობს. თქვენ რო გაქვთ სიტყვის უფლება, რას იძახით? გამოდიხართ და ბოდიშ და შარვალჩახტილები და ესე იგი სოდომისტური ფორმები დარბიხართ თელს ესე იგი ქვეყანაში, საქართველოში. ან რა უნდა თქვას, აქ ყველას შეუძლია ილაპარაკოს და თურმე სიტყვის თავისუფლება ყოფილა პრობლემა ამ იდიოტების აზრით. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც ბელორუსში მოღვაწეობს, ხა პარლამენტის შენობა განახეთ მე თქვენ და ბელორუსის პარლამენტის დეპუტატი ბრძანდებოდა, დღესაც აქტიურად არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ბატონი თენგიზ დუმბაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, მოგესალმებით. გაიხარი. ბატონი თენგიზი, ალბათ იცით რომ ვერურად გითხრათ ბოირუმს. ბატონი თენგიზი არის ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი. ბატონი თენგიზი ძალიან ხშირად არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, ალბათ იცით ჩართვებში. და ეხლა როგორ იქნებოდა ჩამოვედით მინსკში და არ დავკავშირებოდით ბატონ თენგიზ იქიდან უკავშირდები და აქ ჩამოვედი და შეუძლებელი იყო მე გუშინ წინაც ჰქონდა სიუჟეტი თქვენ როდესაც ზამდებოდით გროდნოში სადაც შეამკეთ ყვავილებით ჩვენი ომის ვეტერანების საფლავი და რა სიტყვით ბატონო თენგიზ ხა ჩვენ სადღესასწაულო განწყობილების მყოფ ქვეყანაში ვართ და ეს 9 მაისი არის მართლა ეს არის არ ვიცი ენით ვერ აღწერ ეს არის ისეთი დღესასწაული რომელიც აერთიანებს ყველას ეს არის დღესასწაული რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა აქ იმიტომ რომ ამ ქვეყანამ განიცადა ყველაზე მეტი ზიანი ყოველი მესამე გარდაიცვალა ამ ომში და არ ვიცი მილიონობით ადამიანი დაიღუპა და არ ვიცი პროცენტულად რო ვთქვათ ყველაზე მეტი მსხვერპლი და ყველაზე მეტი ზარალი ბელორუსიამ განიცადა და ამიტომ აქ ყველაზე მეტად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. რა სიტყვით ბატონო თენგიზ, ეხლა თქვენც ჩართული ხართ ამ პროცესებში, აღნიშნვის პროცესში და ეხლაც იყავით სადღაც რაიონში. კი. ჩემო ნიკოლოზ პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ, მინდა ჩემ სამშობლოს, ჩემ საქართველოს და როგორც იქნა ჩამოდი. იმდენი ბელორუსზე ილაპარაკე, იმდენი ლუკაშენკოზე ლაპარაკობ, იმდენი ამ შვიდობაზე და ყოველივე რაც არის და მე არაერთხელ მithქმია. ჯობი ერთჯერ ნახო, ვიდრე 1000 ჯერ მოусმინო და ჩემო ნიკოლოს რას გეტყვი? მოხარული ვარ, რომ დღესდღეობით ცხოვრობ ამ ქვეყანაში. აქ დაბადებული ვარ სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ქართველი ვარ სულით და გულით, მაგრამ დედა მყავს ბელორუსი. ბებია და ბაბუა ჩემი პარტიზანები, ომის მონაწილეები. იგენმა გამზარდნენ. განა დამავისლება როდის მე ეს და ჩვენ ვიმყოფებით სწორედ თქვით რომ ისტორიული აქ 5 წელი მე-4 სართულზე ზუსტად შემოდი კაბინეტი დიახ და სწორედ ეს ისტორიული ადგილია და სხვათა შორის სულ 2 ან 3 შენობა
დარჩენილი არის გერმანელების მერე. ერთ-ერთი არის აი ეს პარლამენტის და მთავრობის სახლის შენობა და მეორე ამას ადრე ერქვა დომ კინო. ეს შენობა. ეს არის კათოლიკოსების ეკლესია. კათოლიკური, ხო. და სხვათა შორის მე აქ სწავლობდი ამ უნივერსიტეტში. ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე-4, მე-5 სართული ჩვენია და არქივში რომ პირველ კურსზე ვიყავი. წაგვიყვანეს და რა კადრები ვნახე, იცი? 41 წელს. გერმანელების გადაღებული გიტლერი თვითმფრინავში ზის. აი ზუსტად ამ ტერიტორიაზე თვითმფრინავია და გადაღებულია კამერა გიტლერის სახე და ზუსტად აი ეს შენობა. ჩანს ამ შენობას რომ უყურებს გიტლერი. ეს ფრონტის წინა ხაზზე იყო. მერტი გერმანიიდან, პოლონეთიდან მე ჩამევიდა და ისევ საადმი აქ ხო გაჩერება არ ყოფილა. არა, პოსტის კადრები ნახე მე მაქსოს ეს კადრები და ეს არის ბელორუსის დედაქალაქი. და რა არის ცუდი იცი, 2 დღით რო ხარ ჩამოსული, ფაქტიურად შენ მინსკის გარდა ვერაფერს ვერ ნახავ და მე სურვილი მაქვს რომ შენ კი არა ყველა ვინ ჩამოდის ჩვენ სამშობლოდან, საქართველოდან რო გვაჩვენოთ მთელი ქვეყანა. აი ეს რასაც თქვი, ხო? სისუფთავე. აი ეს მშვიდობის ატმოსფერო, ხო? ყველგანა. მიხდი ყველგანა და სწორედ თქვი. აქ ყველა დაკავებულია საქმით. იმიტომ არც მიტინგს ნახავ არაფერს. ღმერთო, შენი სახელის ჭირი მე დღეს მე 3 გამოსვლა მქონდა. სტუდენტებთან 2 სერიოზულ ქარხანაში ვიყავი. 500 სულიანი იგი აუდიტორია. და მე ქართველმა კაცმა ბელორუსებს ხო ვეუბნეოდით. ვამაყობდი დღეს რეზო ჩხაიძეც გავიხსენე. ქართველმა კაცმა რატომ იცი? აი ამერიკამ რო თქვა რომ 8 მაისი უნდა იყოს გამარჯვების დღეო, დღესასწაული და ზუსტად ამერიკამ გაიმარჯვა და მე რა გევიხსენე, იცი? რეზო ჩხაიძესთან რომ მქონდა მე შეხვედრა, ამერიკაშიო 68 წელს ვიყავითო ფილმი ატეც სალდატა. ვაჩვენეთ ჩიკაგოს უნივერსიტეტში და პროფესორების დია 1000 სულამდე იყვნენ და მე შევეკითხე. თუ იცით ყველაზე მეტი ვინ დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში? და პროფესორი მეუბნება, რა თქმა უნდა ჩვენ ამერიკელები გაეცინა რეზო ჩხაიძეს და ამბობს მე ვამაყობ რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვარ, მაგრამ მე ვარ ქართველი კაცი. ჩემ საქართველოში ომი არ მოსულა, მაგრამ საქართველოდან ომში წავიდა იმდენი ხალხი და დაღუპულა უფრო მეტი ვიდრე ამერიკელები. 131,000 დაიღუპა ამერიკელი და ჩვენ 300,000 დაგვიყვა. და გამოვიდა ტრამპი ეხლა თქვა და ჩვენ მოვიგეთ ეს ომი. აი სამარცხვი ქართველებმა უფრო მეტი სვეტლი გაიღეს ვიდრე ამერიკელებმა და ჩვენ მოვიგეთ ომიო და რუსებზე და ბელორუსებზე ლაპარაკი ძედმეტი. რატომ ვიძახი ინა უკრაინელებზე? აქ ამ ქვეყანაში ოჯახს ვერ ნახავ, ხო ვისაც არ ახსოვს ომი. მე რას გულისხმობ? ყველა ოჯახში, ხო? ბაბუა, დიდი ბაბუა ვიღაც ომში მონაწილეობას ღებულობდა. დაღუპულები ძალიან ბევრი არიან. აი ამიტომ აქ ომის თემაზე ვინმე რო ასე უხეში რო თვას, ხო? ეს ფაქტიურად არის სამარცხინო ფაქტი. მაგენისთვის და ეს ქვეყანა, როგორც არ ვიცი რა, სოფლიოში არც პაკაზუხობა უყვარს არაფერი. აქ ომის თემაზე ხო და 9 მაისი ეს არის პირველი ნომერ 1 არის დღესასწაული. და ხვალ შენ ნახავ, აი 9 მაისს რა იქნება? იქნება ზეიმი, შენ რო დაინახავ რომ უფროსი, უმცროსი, ყველა პატარა დიდი ხო? ყველა ამ ზეიმს ხო? ისე ღებულობენ ხო? ვითომ ეს მართლა არის ჩემი დაბადების დღე, ისე არ მიხარია როგორ ეს დღე. ახლა ზოგი საქართველოში ფიქრობს რას ლაპარაკობს აი კაცი და რაზე ლაპარაკობს. ნახავ შენ. იმიტომ რომ ეს თემა არის აქტუალური. მუდამ აქტუალური იქნება და მე მინდა მოვესალმო ჯერ ყველას, ვიცი რომ ჩემ საყვარელ ბათუმში დღეს მივიღე წერილი და მითხრე რომ აპირებენ ომის მონაწილე და ძალიან ბევრი იცი ვინ არის რუსკაязычное население. აი ის ომის მონაწილეების შვილები ვინც დარჩენ, აი ვისაც აქვს ყოფა, ხო? ვის ხვალ გამოვა ფერის სასაფლაოზე ბათუმში და მიიღებს მონაწილეობას. ბევრს ვიცნობ. Да მე რუსულად ვეტყვი. Мои дорогие, не стесняйтесь. Надо много языков знать.
Но русский не забывайте. Скоро, наверное, весь мир будет говорить на русском, потому что это язык победителей. Это язык тех людей, которые ковали великую победу. А у той победы интернациональный был дух. Я горжусь каждым грузином, кто принимал участие. Николас увидит, мы ему расскажем. 14 тысяч наших земляков навечно лежат в белорусской земле. Это забыть значит сделать большой грех. Я не хочу, чтобы мы забыли историю. И хочу сейчас мысленно представить себя рядом с вами. Горжусь вами. И отсюда через 3000 километров передаю пламенный привет. И помните. И этот праздник на самом деле со слезами на глазах. Не забывайте его. Семья, которая будет плевать в колодец, откуда мы пьем воду, она не будет иметь будущее. Айгушин Чамоводит. Откуда операция «Багратион» начиналась в 1944 году, где был Рокоссовский, Жуков. Империя Адгилеби Мачорис. Тремде, Николас, Паулобен, Трепс, Аземот. Там одни болота. Находят кости наших героев. Да и когда соплавебули, чиатурели, чвени, 23 წლის ახალგაზრდა. მისი სახელს სხვათა შორის ქუჩა აქვს, ხო? სერგო ჩიგლაძე. ისე არის ჩიხლაძე, მაგრამ რატომაც ჩიგლაძე მოხდა ისტორიულად? მე გავასწოროთ ახლა. ნუ შეიძლება, მაგრამ ამას თელი ისტორია უნდა და მე რას გულისხმობ, იცი? გმირობა მიიღო. საბჭოთა კავშირის გმირია. ერთ ბოიში, ხო? 120 გერმანელი დახრიდა. აზზე მოდი. ქართველმა, ჩვენმა, ახალგაზრდა ბიჭმა. და გუში რო ვიყავით მაგის საფლავთან, მე ვიზახოდით. აქ ამ იმ საფლავზე სხვადასხვა 2000-ზე მეტი დასაფლავებულია 30. ხო, 30 სხვადასხვა ეროვნების გმირები. და მე ვამბობ, აქ შეიძლება любой ენაზე ილაპარაკო. აი, ახალგაზრდობა აქაური, ხო? იმ პატივს როცემს ქართველს, სომეხს, ებრაელს, აზერბაიჯანელს, უზბეკს, კაზახს, ვინც არ უნდა იყოს. ამაზე რამე ჯობია? ჩვენ არ უნდა დავკარგოთ. და მე მინდა მადლობა უთხრა ყველას. ვისაც ბოდიში ამ სიტყვისა არ ეშინია სიმართლის თქმა. აი ხა ჩვენ უფრო გვაინტერესებს აქ ბელორუსის თემები, რახან აქ ვიმყოფებით. აი ხა მე ვატყობ, რომ აი ხა გარდა იმისა, რომ ამ 9 მაისზე მინდა ვილაპარაკო, თვითონ აი ქვეყანაში, სადაც აი ყველაფერი თავისი აქვს. აი ხა ეს ავტობუსები, ეს ტროლეიბუსი აგიც მაზი უშვებს. თან ნახე რომელიც არის? ტროლეიბუსი, რომელიც ესე იგი თავისი გამოშვება აქვს. ავტობუსი თავისი. ავტობუსი გერ უკან მოდის ავტობუსი. ხო, დიდი მანქანები ეს ასევე თავიათი. აი ნახეთ ხა რამხელა ეს ყველაფერი რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ჩვენ არავისი არ ახარ დამოკიდებული. აი ფეხებზე კიდია ეხლა ლუკაშენკოს დაასანქცირებენ თუ არა, თვითონ უშვებს ყველაფერს. სოფლის მეურნეობის პროდუქცია თავისი აქვს. მძიმე მრეწველობა თავისია, ინდუსტრიული მთელი კომპონენტი მისი არის. აი რამდენი ხანია ბელორუსია ისედაც დასანქცირებული არის და რა პრობლემა შეუქმნეს? უფრო და უფრო კარგად ცხოვრობს ეს ქვეყანა, იმიტომ რომ რუსეთთან აქვს ურთიერთობა. აი ჩვენ ეხლა აქ რო ვიმყოფებით, ბელორუსი იმიტომ ახსენებ ხშირად, გარდა იმისა, რომ კარგი ქვეყანაა და ძლიერი ქვეყანა, იმიტომ ახსენებ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ ეს საწარმოები ყვალვე დაიხურება, თუ რუსულ ბაზარზე არ შევიდა, იმიტომ რომ 80% შპაკოვსკისთან მქონდა ინტერვიუ ბელორუსის პარლამენტის დეპუტატთა, 80% ყველაფერი გადის რუსულ ბაზარზე, ხო? ამიტომ არის ესეთი წარმატებული ქვეყანა და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა რომ მომავალი გქონდეს. რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო განა ვერ ხვდებით? დიახ. რატომ ასე მუშაობენ? დიახ. რუსებზე ფიქრობენ, აი დაუშვათ გაქცეული რუსეთის მოქალაქეები რო არიან, იმალებიან საქართველოში, ვაი პატრიოტები ვითომ. ვინმე არ ფიქრობს მაგაზე. შენ იცი რომ რუსეთის ტერიტორიაზე ფაქტიურად მთელი მენდელეევის ფორმულები ყველაფერი არის. ძალიან დიდარი ქვეყანა. თელ მსოფლიოს ეს უნდა. მიხდი? და შენ ასეთი მეზობელი გყავს. ბაცკა, ნახე რა ლამაზად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ის კი არა, რომ სლავიანები ვართო და ბელორუსები, რუსები და უკრაინელები სხვათა შორის მართლა ძმები არიან. ერთი შტო აქვენ მაგენს. და მის გარდა მეზობელია. პირველ რიგში ბელორუსებს,
ხო? ამ ქვეყანას მაგრად გაუმართლა, რომ ასეთი ლიდერი ყავს და პრეზიდენტი, რომელმა 94 წლიდან სათავეშია და მიხდა, რომ ყველაფერი გაკეთება შვიდად, კარგად თუ იქნება რუსეთთან და ზუსტად მისი დამსახურება პირველ რიგში, რომ ყველა ქარხანა, ყველა ფაბრიკა სოფლის მეურნეობაზე რო თქვი, კოლმეურნეობაც არის, ფერმებიც არის. რა მაინტერესებს ბალანსი ეს კოლმეურნეობა რო არის? ხო, კოლმეურნეობები არის, ხო? კი, რა თქმა უნდა. არის ასევე კერძო საკუთრებაც. რა თქმა უნდა. ანუ მიწა აქვს გლეხს და პლუს კიდე კოლმეურნეობაში მუშაობს, ანუ როგორც ჩვენთან იყო საბჭოთა კავშირი. ანუ ადამიანს ქონდა თავისი მიწა, ეხლა ბებიაჩემი მაგალითად მუშაობდა კოლმეურნეობაში ჩაის კრებდა, მე ამ ჩაის აბარებდნენ იქა და ახლა ჩაი. ეხლა ჩაის სადღაც და პლუს კიდე სახში ქონდა ეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია. 100 არის აქაც. კი, რა თქმა უნდა. და ბევრი არის ეს კოლმეურნეობები? თლათ, ყველგან არის. სადმე შენ სადაც არ არ გინდა წახვიდე, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან სოფლის მეურნეობა რო ხედავ სოფელია, ხო? ყველა სოფელს აქვს თავისი კოლმეურნეობა, ანუ ესე იგი, ვთქვათ, სიტყვაზე ვაშლის რაღაცა ბაღიროა, ეს ბარდება სახელმწიფო იბარებს. რა თქმა უნდა. და მე ეს როგორც ჩვენთან იყო ადრე, მე ეს სიტყვაზე ვაშლი თუ სხალი თუ რაც არის, ეს სახელმწიფო მე ამას რეალიზებას ეხმარება. მარტო რუსეთში გონია სხვაგანაც მიდის. რა თქმა უნდა. კი, просто აქ არის ყველაფერი როგორ იცი, ეს საბჭოთა დროს რო იყო პლანოვე ხაზიასთან რო იძახოდნენ, ხო? ყველაფერი დაგეგმილია. იცის წინასწარ რამდენი რა უნდა, რამდენი ტრაქტორი უნდა, რამდენი კომბაინი უნდა და რამდენი ადამიანი ჭირდება. და ამიტომ ყველა სასწავლებელში, ხო? წინასთან იციან რამდენი სპეციალისტი წავა რომელ რეგიონში და სად დაიწყებს მუშაობა. ეს კოლმეურნეობები ბატონო ცენგის ესე იგი არის მამოძრავებელი ძალა სოფლის მეურნეობის. ეხლა შედარჩუნა, ეხლა შიდა ქართლში რომ მიდიხარ ავტობანზე, უამრავი ვაშლის, ხეხილი იყო, ყურძენი იყო, სულ ყველაფერი განადგურდა, იმის მერე დაუხნელი მიწები არის ძირითადად ეხლა და ეს რო ჩვენთანაც ეხლა ყოფილიყო, მართლაც უფრო კარგი იქნებოდა და სახელმწიფოსთვისაც და აქ თითქმის ყველაფერი სახელმწიფოსი არის. დღეს ყველაფერი სახელმწიფო ფლობს, ხო? ის ობიექტები ინდუსტრიული, ჩვენ და ყველაფერი გაყიდულია. არა, ყველა აი სტრატეგიული ობიექტები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსია. ნუ 80-85% სახელმწიფოს უჭირავს. კი ბატონო. ყველაფერს და ჩასნი არის, ჩასნი სექტორებიც. კი. და აძლევენ საშუალებას, კი ბატონო, სწორედ იცხოვრე, პლატი ნალოგი, ჟივი, სმელა, ბაგატა. ძალიან დიდარია რომ წახვიდე ხო სოფლებში ნახავ. ეხლა თქვენ დიასპორაზე მიდაკითხოთ ეხლა. თქვენ დიასპორის ხელმძღვანელებს რამდენი ქართველი ცხოვრობს ეხლა თუ გაქვთ თლიან ბელორუსში? ბელორუსში იქნება 112-14000 იქნება ქართველი დიახ. და 5000 ნახევარი მინსკი და მინსკის ოლქში. აჰა და აი რა ეს ხალხი აი ინარჩუნებს ამ ქართველობას თუ ხო იცით ეხლა რუსეთშიც ეხლა აი მეოთხე თაობა, მეხუთე თაობა უკვე ქართული წარიცია, გვარები აქვს მარტო ქართული. მე ასე გეტყვი. აქ როგორ არის? მე ასე გეტყვი. დიახ. აქ სახელმწიფო ისეთ პოლიტიკას აწვება, რომ ყველა ეროვნობა ძნობს როგორც საკუთარ სახში. დიახ. და მე პირდაპირ გეტყვის რასაც ეხება ქართველებს. დიახ. ყველაზე მეტი რა თქმა უნდა აქ არიან ის ტალღა ტოლვილების 91, 92, 93 წელიწადში შენ. აფხაზეთის თემა, ოსეთის თემა და ამიტომ აი ამ ხალხში ხო იცი ვინც განიცადა სახლის ოჯახის დაკარგვა, მიწის დაკარგვა, იქ ქართული სული ძალიან მაგრატაა. ძალიან მაგრად. ამიტომ მე ახლა ყველაზე ატვეჩაი ვერ გავხდები, მაგრამ ვიცი რომ ძირითადად ხო მაგარი ხალხია, მაგრად ქართველობენ. არის ისეთი როგორც საქართველოში ხო პოლიტიკოსია, ყველას თავისი აზრი აქვს, რა თქმა უნდა, პატივცემ ყველას. არიან ისეთი, ვინც ახლა რაც ხდება საქართველოში, ზოგი იმის მომხრეა, ზოგი ამის მომხრეა და რა დასამალია პირდაპირ გეტყვი. პირდაპირ გეტყვი. ჩვენ ქონდა სერიოზული მუშაობა ამ თემაზე. როცა ზოგი დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომ ლუკაშენკოს მომხრე ვერ ვიქნებ, მე ვუთხარი ამ კაცმა მოგცა ყველაფერი.
შენ სახლი დაკარგე, მიწა დაკარგე, აქ ჩამოდი, სამსახური მოგცა, შენი შვილები სწავლობენ. კაი მუშაობა მე მაგას ელოდება. შენ შვილებს. ყველაფერს აქ ნახულობ, აქედან კიდევ ეხმარები ნათესავებს და იძახი რომ იქაური პოზიცია ზოგიერთის გულისხმობ, ვის გულისხმობ, ხო მე? იგი მოწონდა, აგი არ მოწონდა. მე ვთხარი 100 არ იქნება. აქ ყველა სტრუქტურა ბევრია ეგეთი ხალხი. არიან ახლა. ეხლა მე ბევრი ღმერთთან უკნას რომ ბევრი. ეხლა მე დარწმუნებული ვარ ეს ვისაც ლუკაშენკო არ მოწონდა, ნაციონალები იქნებოდნენ. ნუ რა თქმა უნდა, აბავი. იდიოტები რა. მე მაგათ ხალხსაც არ მივიჩნევ. რატო იცი? დღეს თუ შენ ვერ მიხვდი, აგერ ეხლა უკრაინაში რა ხდება. დავინახეთ აგერ რომ რა მოიტანა დასავლეთის პოლიტიკამ. უკრაინა აღარ არსებობს ფაქტობრივად. და აგერ არის მარტივი ჭეშმარიტება. ბელორუსის მაგალითი იმიტომ მომყავს მე რომ ხარ იმასთან რუსეთთან ხარ აყვავებული, ხარ დასავლეთთან, ხარ დანგრეული და დაკუცმაცე. ჩვენ რომ რუსეთთან ყოფილიყავით, არც აფხაზეთს დავკარგავდით, არც ხინვალს დავკარგავდით და არც ეკონომიკას დავკარგავდით. ეხლა ნელ-ნელა ყველაფერი რაღაცა უკეთესობისკენ მიდის, რაღაცნაირად უფრო პრაგმატული ხდება. ხან ეხლა აი რუსეთთან ურთიერთობაზე მიდგა საუბარი. მე მინდა მადლობა უთხრა პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივან მამუკა პიფიას, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინ მოაწყო მისი ეგიდით მოხდა ეს ყველაფერი კონფერენცია მრგვალი მაგიდა ამბასადორში, სადაც მეც პირადად და უამრავმა საზოგადოებისათვის ცნობილმა ადამიანმა, ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა მოვაწერეთ ხელი რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს, რომელიც ამ რეზოლუციით ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან. შეგროვდება ასევე ხელმოწერები მთელს ქვეყანაში და ხელისუფლებას ექნება მანდატი დაკვეთა ქართული ხალხისა, რომ დაიწყოს დიალოგი რუსეთთან და ეს არის მამუკა ფიფიას ინიციატივა, ეს კაცი რუსეთში არის ქართული ნამდვილი ლობი და ცდილობს რომ ყველანაირად რაღაცა გამოსწორდეს რუსეთთან ურთიერთობა და მე მგონი რომ აი ეს ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, რომ აი ბელორუსის მსგავსად ჩვენც დავიწყოთ რუსეთისკენ სვლა. ნუ ამას რაჯობია და რა მიდაგითხრა იცი, მე მამუკას ძალიან კარგად ვიცნობ, მეგობრობ ჩვენ და სხვათა შორის თქვენ რო თბილისში შოუ აჩვენეთ ხო, როცა ჩემმა მეგობარმა მამუკამ პარლამენტში შევიდა. ჩემთან იყო პარლამენტში. სხტომაზე შევიყვანე. დავაჯინე ჩემ ადგილას პროსტა. და სხტომა მიდიოდა. და მე უხსენი ხალხს რომ სუმარი მეგობარი ჩემი ზემლიაკი საქართველმა კაცმა ჩამევიდა. და ხალხმა ტაში დაუკრა. რა რეაქცია იყო როცა ქართველმა კაცმა პროსტო პარლამენტის შენობაში. ნუ მე რატომ გამახსენდა რომ შე რო თქვი როგორც ბელორუსები აკეთებენ, ასე გავაკეთოთ. აი იმიტომ ამას გულისხმობ. მამუკა ბევრ მაგარ ქართულ საქმეს აკეთებს. კი ბატონო. მე ვიცი, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ გეტყვი ახლა აქ. კამერის წინ ვერ გეტყვი, მაგრამ ვიცი საიდან რა მოდის და საიდან რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ. კი ბატონო. და გვიანი არ იყოს. ამაზე გული მტკივა და მეშინია. რომ დროზე მივიღოთ სწორი ნაბიჯები. კი ბატონო. მე არაერთხელ მithქმია ლავროვთან მქონდა შეხვედრა და კაც პირდაპირ უთქმია რომ მე ხო არ გეხვეწებით, რომ ჩემეხუთეთ ტუჩებში მაკოცეთ. არა. просто სულ ნუ გვაგინებთ. მოდი დავიწყოთ დიალოგი, დავიწყოთ თანამშრომლობა და არიქა რაღაცა გაკეთება თქვენთვის პირველ რიგში, კაი. სანამ ვიმეორებ გვიან არა, მოდით გავაკეთოთ და მამუკა ფიფიასნაირი ხალხი რაც მეტი იქნება საქართველოში, იქნება მალე გამარჯვებული. აი რა მაინტერესებს, იცი? აქ ეხა ბელორუსში როგორც მამუკა ფიფია არის მოსკოვში ერთი კაცი, რომელიც ჩვენი ლობი არის. ბელორუსში აი მე ხა დიასპორაზე არის ქართველები, აი ისეთი შეიძლება პოლიტიკაში არ იყვნენ, რომ აი რაღაცნაირად ქართულ საქმეს აკეთებენ. თქვენ თუ იცნობთ ესეთ ხალხს ბელორუსში? ნუ როგორ არ ვიცი, მე ყველა ჩემი მეგობარი ვიცა. დიახ, ქართველები ყველა ამას აკეთებენ. მაგრამ აი კონკრეტულად რო გითხრათ, თუ კონკრეტულად ახლა მე არ მინდა რატომ იცი? გული ვატკინო ვიღაცას. არა, პოლიტიკაში არიან. პოლიტიკაში ბელორუსში რო იცოდე, ხო? დიახ. პოლიტიკაში არ არის ასე როგორც საქართველოში, იგივე რუსეთში. არა, ყველა ვართ პოლიტიკოსები ჩვენ ერთი მხრივ. დიახ. ვინც აქედან აკეთებს ქართულ საქმეს. ვინც აფასებს ბელორუსში რაც ხდება და პირველი პროპაგანდისტები ვართ, რომ შეხედეთ, ჩამოდით და ნახეთ. კი ბატონო.
შვიდად ცხოვრობთ, კარგად ცხოვრობთ და ამაზე ნაკლები შეიძლება თქვენც არ იცხოვროთ. აი პროსტო დაიჭირეთ სწორე კურსი და რა თქმა უნდა ხო 30 წელი პროდასავლეთური ქონდა ყველაფერი. მე არ მინდა რამე ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი დასავლეთში მეგობრებიც ვყავს, მაგრამ ერთი არის როცა ვლაპარაკობთ ხალხზე, მეორე ანუ წარმატებული, ანუ ბიზნესში არიან, ესე იგი ძირითადად ბიზნესში არიან, რა თქმა უნდა. ბევრი ქართველი ყავს, ესეთი რომელი სხვათა შორის ქარხნების დირექტორებიც არიან, სამმართველოს მშენებლობის რაღაც ობიექტებზე სერიოზულად მუშაობენ, სოფლის მეურნეობაშიც არიან, არიან მე ჩვენი მეცნიერები ყავს, არიან ქართველები. საქართველოს დაბრუნებაზე ფიქრობენ, აი ან ინვესტიციების თუ შეიძლება თუ არ ბრუნდებიან, აი ინვესტიციების მაინც რო ჩადო. ნიკოლოს, ერთი რამ მინდა გითხრა. დამიჯერე. არ არსებობს მე მგონი პატიოსანი ქართველი, ვისაც სული და გულით არ უნდა დაბრუნება სამშობლოში. ადრე თუ გვიან სიბერეში მაინც ჩავალთ, მაგრამ სიბერემდე გვინდა მოვასწროთ, კიდევ რაღაცა კარგი გავაკეთოთ აქედან. სადაც ვართ. მე ახლა ბელორუსზე მაქვს როგორ გითხრა და ისე მე კეთილიშური ჩურს თქვენი ერთი ხრივ რა. აი თქვენ ახლა საქართველოს უყურებ ჩორიდან. აი საქართველოში ცხოვრება დღეს კარგი პატრიოტი ქვეყნის მოყვარული კაცისთვის არც თუ ისე ადვილია. იმიტომ რომ დღეს არის ტოქსიკური გარემო. ანუ ისეთი სიტუაცია რომ ახლა განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის, ვინც ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მუშაობს. ესე იგი არის სრული საგიჟდა. აქ ეხა სიწყნარე, სიმშვიდე, შეიძლება ვიღაც სხვა აზრი აქვს ყველა პატრიოტსაც. აი ეს არის გარანტი იმისა, რომ ადამიანს მართლა უწევს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ნიკოლოს, ერთ რამ მაგარიც მოგიყვანა. დიახ. მე სახელს არ გეტყვი, გვარს არ გეტყვი. ქართველი ყავს აქ. სერიოზულ ადგილზე მუშაობს. შეხვედრა ქონდა ქართველებისა და არ იცი? ჭიქაში ღვინო დალია და სადღეზე თქვა, დღეს ისტორიული დღეა. ვთქვი რა დღეა? დღეს ნაპოლეონმა პირველი გამარჯვება ზუსტად ამ დღეს გააკეთაო. მე ვთქვი ბიჭო, შენ გიჟი ხარ, სულელი ხარ? რა ის ნაპოლეონი ბიჭო? ბაგრატიონზე თქვი რაც ხა, იმაზე თქვი და თურმე მიხდი და ეს ადამიანი ხო აქ მისკში ცხოვრობს ეს ადამიანი და სერიოზულ ადგილზე მუშაობს. ვინ ეხوارებნევა ახლა კაცი ამფე მე თუ მითხრა ასე ჩემთან თუ თქვა 1:30 სული ვიყავით ხო? სხვაგანაც ხო იტყვის რაღაცა. მაგრამ ხედავ ვინმე არ კიდევ ჯანდაბად ანუ ქართველია და ილაპარაკოს. მაგრამ ნაპოლეონის სადღეგრძელო თქვა და კიდე არ აუშავს და თავარია სააკაშვილის და ჰიტლერის სადღეგრძელო არ დალიოთ. ზოგიერთი იდიოტი საქართველოში ჰიტლერის სადღეგრძელოსაც კისვამს და იმ ხალხის სადღეგრძელოსაც ვინც ჰიტლერის მხარეს იბრძოდა და მაგენი არის ყველაზე საწოდავი. ნაპოლეონს კიდე არ აუშავს. ნაპოლეონს ბოლო რაღაცა კი რუსეთისკენ გაილაშქრა და ჩვენს მოგვაყენა ზიანი და ბაგრატიონი და ბაგრატიონზე თქვი ქემა ეს ქართველი იყო, მაგრამ ხო ხედა ვისკენ არის. კი ბატონო. და შენ რა ეჭვი გეპარება? ისე რა მაინტერესებს? აი აქ ახალგაზრდობა როგორ არის? ჩვენი ყველაზე პრობლემატური საკითხი საქართველოში არის ახალგაზრდობა, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტები ჩაიგდო ხელში ამ დასავლეთმა და ინექცია შევიდა ამ ახალგაზრდობაში, რომ აი ძალიან მოიწავლა და აქ როგორ შენ სწორედ თქვი მოიწამლა. ვინ მოწამლა? ნუ პროფესორებმა ხო? დასავლეთის ხო რაღაცა ფული პატარა გრანტები აქ ლუკაშენკო. კი. კაცი შვილი არ შემოუშვა დასავლეთი და სოროსი ჩამევიდა რო იცოდა პირველი მისკში იყო. ო. ბაცკა მიიღო და მეორე დღეს უთხრა იგე აეროპორტი, დავაი. წაბძანდი აქედან. არ ჭირდება, იმიტომ გაშიფრა უცბად. რა უნდა ამ სოროს. და თქვა, სანამ მე ვიქნები სათავეში, მე ვარ გარანტი იმისა, რომ ჩვენ ისტორიას ვინმეს მე არ მიცე უფლება, რომ ვინც გადააწეროს. ჩვენ არ უნდა დაგვავისწეს, აი ზუსტად 9 მაისი, ხო? აქ როში კონსტიტუციაში გვაქვს ჩვენმა იცი შეტანილი რომ ვინმეს არ აქვს უფლება გადაიტანოს ეს არ თქვას რომ ეს ჩვენი გადაიტანოს რა გადაიტანოს თქვას რომ არა 9 მაისი ჩვენი ზეიმი ევროპა ხო იცახის ჩვენ გავიმარჯვეთ და მოდი 8 მაისი იყოს კონსტიტუცია ჩადერეთ 9 მაისი და 9 მაისია და ზუსტად ჩვენი წინაპრების ნაპოვნია ეს გამარჯვება და
აქ რა წერია ის კი არა ბელორუსების народов Советского Союза. Მიხდი ბელორუსის კონსტიტუციაში პატივს ემენ ქართველს, სომეხს, აზერბაიჯანელს, თურქმენს, ყველას 14000 ქართველია დაობა. ეს ეხლა ბოდიში მიმოფანტულია თუ აი საერთო საფლავო თუ არის, თქვათ, შეიძლება 14-ვეს არ იყოს, მაგრამ აი თქვათ 100, 200, 1000, ეგეთი რამე თუ არის. აქ როგორ აიცი, არქივები მუშაობენ დღე-დაღამე. და ყოველ დღე სხვათა შორის. ანუ საერთო საძვალე არ არის ჩვენი ქართველების. საერთო ისეთი არა რომ მარტო ცალკე ქართველები არა. არ არის და მე ეჭვი არ მეპარება რომ ეს ციფრი ხო გაიზარდოს. 14 კი. მეტი იყოს, იმიტომ რომ ნახულობენ. კი. ნახულობენ, მაგრამ ძნელია როგორ უნდა იგიქნა ახლა მიხდე ყველას ხო არ ქონდა ეს მიხდი მისი გვარი და იგი რაღაცა რო ეწეროდეს. ხო, ეს მომენტია. თუ არა აქ რა იყო 41 წელს იცი? Мясорубка. ყველაზე მძიმე ხო ეს ნაკატი წამევიდა ბელორუსიაზე. ეხლა ისტორიული წყაროები პირველი ქართველებმა მიიღეს დარტყმა ბრესტის ციხეს რო იცავდნენ ქართველები. სხვადასხვა პირველი დარტყმა მიიღო ქართველები დაიღუპნენ. მე ერთ-ერთი ფილმი იყო ქართული ეშელონი ერქვა. 39 წელს ბარანოვიჩები ეს არის ბრესტის ოლქშია. ქალაქი ბარანოვიჩებში შემოვიდა ქართული ეშელონი 500 ქართველმა. ყველა ამ 500-მა 2 წელიწადში ბრესტში პირველი დღიდან მიიღენ მონაწილეობა იმ ომში და სტატისტიკით მე როგორც გავარკვიე მარტო 3-მა გადარჩა. აი იმ 500 ადამიანებიდან და იმის გარდა ხო იყო კიდო ძალიან ბევრი არიან და სხვათა შორის დღესაც რო ჩახვიდე ბრესტში და იმ რომ მიხვიდე ბრესტკი კრეპას ერთ-ერთ წარწერას უცბად ნახავ აკაკი შევარნაძე ეს ბატონ ედუარ შევარნაძის უფროსი ძმა მესამე დღეს ომი 22-ში დაიწყო 25-ში დაიღუპა ეს პიროვნება დღემდე ბელორუსები დიდ პატივს სცემენ და სხვათა შორის მე მქონდა იმის საშუალება ეს ფილმი როცა ასლან აბაშიძე იყო აჯარის მეთაური, მე ჩამოვედი ბელორუსიდან და მასთან ვარ კაბინეტში და მითხრა რომ ხვალ ბატონი პრეზიდენტი ჩამოდისო ბათუმში და მე ვთქვი ბატონო ასლან გინდათ? კაი საქმე გავაკეთოთ? მე ვთქვი ფილმი მაქვს გადაღებული და მაგის ძმაზეა იქ. მართლა ოთენგო, მაგრამ მე სიმართლე გეტყვი ცოტა შევარნაძესთან ვიყავისე ცივად ძან და მოედა ხვალ დაგიძახეთ. მე ვთქვი არა ბატონო ასლან. კასეტას მოგცემთ და გადაიცით და მოხდა მეორე დღეს კვირა დღე იყო როგორც ახლა მახსოვს დაცვის ბიჭებმა მომაკითხენ სახში და გავატანე კასეტა და იმავე ღამე სამსაძე ბატონი ასლანი მირეკავს სახში ეს რა უქენიო მოთხე რა უქენი შევარნაძე დამირეკა ღამე ტიროდა და მეუბნებოდ ასლან ეს რა გამიკეთეთო ხუჯემ ნახეო ეს ფილმიო შევხედე დიდი მადლობელი ვარო ჩემი ძმის ამბავი როგორ მომიყევით ბელორუსებმა როგორ მოყვენ და რა სიყვარული და რა იმით და მე სხვათა შორის ისე მოხდა უკვე წლები გავიდა მე რო გადმოვედი ბელორუსიაში და ფილმის გადასაღებად ჩავედი საქართველოში და შევხვდი ბატონო ედუარდს და მაი მოუყევი ამბავი მე ვიყავი და დიდი მადლობა მითხრა და სხვათა შორის როიცოდე მე როცა ვიყავი საბჭოთა კავშირის ის მინისტრი ხო საგარეო მინისტრი ბეიკერთან მქონდა შეხვედრა ბრესტში ცოტა დაძაბულობა იყო და ზუსტად მივედი იმ ადგილას სადაც ჩემი ძმა იყო და საფლავებული და უთხარი такое не должно больше повториться никогда. თვითონ დაანგრია საბჭოთა კავშირი მაგანდა გორბაჩოვმა და რეანი პავსარიეთ მაგაცმა შეიტანა ეს ისტორიული მე პროსტო აგენტები როგორც კონსტატაცია ფაქტის იყო რა რას გულისხმობ იცი იმდენი ქართველები არიან დაღუპულები ახლა გუში რო ვიყავით წინა დღეს რო ვიყავით და კი ბატონო какой гордость испытываешь იცი იქ რო ხარ გასაგებია ბატონო თენგო დასაგებია ძალიან ძიმე ხარ სამამულო ომზე ჩვენ რო დღეს დავიწყოთ ლაპარაკი 5 დღე ვერ მორჩებით იმდენი თემაა და იმდენი მოსაგონარია და მოკლედ მე მინდა რომ საქართველოში საერთოდ სამამულო ომის თემამ წამოიწიოს წინა პლანზე იმიტომ რომ აი თუ ჩვენს გვეხსოვება ჩვენი წარსული
ჩვენი ქვეყანა იარსებებს, იმიტომ რომ როდესაც შენი წარსული არ იცი, შენ მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ როდესაც არ იცი შენი ისტორია, ვინ არის შენი მტერი, ვინ არის მოყვარე. დღესაც იგივეა. დღესაც თუ კი ადრე ჩვენ გვებძოდა ფაშისტები, დღეს თანამედროვე ფაშისტები გვებძია. როგორც მაშინ ევროპიდან წამოვიდა ფაშიზმი, ეხლაც იგივე ფაშიზმი მოდის ევროპიდან, რომელიც იბძვის იმისათვის, რომ ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ მორალური ფუნდამენტი დაანგრიოს. ეხლა ჰიტლერი ამ კუთხით მაშინ არ აკეთებდა აქცენტს ამ იმაზე, ის ეხლა ვერ ვიტყვი, რომ ის LGBT დროშას აფრიალებდა და სოდომიას და ესენი არიან უფრო საშიშები. ეს თანამედროვე, ეს ფაშისტები თან იარლიყი აქვთ ისეთი, რომ ჩვენ პირიქით ადამიანის უფლებები და რაღაცა და ყველაფერში გვანადგურებდა. ამიტომაც არის, რომ როგორ წოდინება მაშინ რა იყო, უკვე უფრო დაცულები ვიქნებით მე მგონი. კი ბატონო და აი ზუსტად აგერ ვიმყოფებით ცენტრში, ხო? დიახ. ბელორუსის დედაქალაქ ლენინის ძეგლით განა. ეს იმას ანიშნავს, რომ ყველა ლენინის მომხრეები არიან, მაგრამ ნახე რა ჭკვიანური პოლიტიკა აქვს და მეაქვს ლუკაშენკოს. ეს ხო ისტორია ჩვენი. ჩვენ რო დავანგრიოთ. მე რომელ ძეგლზე მელაპარაკები? კი ბატონო. თაობამ უნდა გაიაროს ეს ისტორია. თაობამ უნდა დააფასოს. კი ბატონო. და მე ეჭვი არ მეპარება ხო, რომ მალე ჩვენ ნახავთ მინსკში იქნება სტალინის ძეგლით. ერთ-ერთი პირველი ხო მაგის მომხრე არის თვითონ ლუკაშენკო. სტალინის ძეგლები იყო და აიღეს? იყო როგორც ხრუშჩოვის დროს. ნუ ხრუშჩოვის ბრძანება იყო როგორ რა იყო. როიცოდა ეს იყო სტალინის პროსპექტი. ახლა ჩვენ რო ვიმყოფებით ხო ეს არის ცენტრალური სტალინის პროსპექტი იყო. მე ლენინის. არის ლაპარაკი ისე რომ დაბრუნებული. ლაპარაკი არა ყველა მეორეს რო კითხო ხო გაჩერდე სტალინზე უფრო მეც კარს სიტყვიან ვიდრე ბევრი ქართველი. კი ბატონო. მიხდი? აბა ბიჭო ასია. გასაგები. აბა იმ კაცმა უნდა ვიამაყოთ. მე არასოდეს კომუნისტების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ ვამაყობ რომ ქართველი ვარ და სტალინი იყო, დიდი სტალინი ქართველი იყო. გასაგები. დიდი მადლობა ბატონო ცენგის, საინტერესო იყო. რა თქმა უნდა ეს გადაცემა 8-ში ჩავწერეთ, დღეს მე 9 მაის დღეს რო გადის ეს გადაცემა უკვე. აი ცოტა ხანში 9 იქნება, 9 იქნება და პირველი მინდა მოგილოცო. გაიხარეთ და მე ხვალ ვიქნები იმ ადგილას, სადაც ბელორუსის პრეზიდენტი ჩაიბარებს აღლუმს და მინდა მოგილოცოთ აი ეს 9 მაისი ყველას თითოეულ ქართველს და რა თქმა უნდა ბელორუს ხალხს მიულოცო პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი, ყველაზე მეტი ზიანი, ყველაზე მეტი უბედურება დაატყდა თავს ბელორუს ხალხს, რუს ხალხთან ერთად და უკრაინელებთან ერთად და რა თქმა უნდა ქართველებმა დიდი წვლილი შევიტანეთ ფაშიზმზე გამარჯვებაში. დიდი მადლობა. გაიხარეთ და როგორც ჩვენ ვიძახით ყველა სადღერძელოში ბოლოს ბელა გრუზიას გაუმარჯოს. გაიხარეთ. კარგად მზადდებოდეთ. ჩვენ უკვე ორშაბათიდან თბილისის სტუდიიდან გავაგზავნებთ მაუწყებლობას.